ხის მხატვრული დამუშავება, ხატწერა, ტიხრული მინანქარი, ფერწერა და ტანსაცმლის მოდელირება. ფოლკლორის ცენტრი მეფეთამარის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა გამოფენას მასპინძლობს. ტრადიციულ თემებზე ძირითადად ცდილობენ აღადგინონ ძველი ტრადიციული ნიმუშები, განსაკუთრებით წელს ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშოები ხისგან დამზადებული. ისე არაჩვეულებრივად არის მოდელირება გაკეთებული თანამედროვე ხედვით. სხვადასხვა ნიმუშები, ცხენები, თხები, აი ტაქსაძაღლიც, აი თავისი ფორმით, თავის მიმართულებით. ისე საინტერესოდ არის, რომ აი აკადემია დამთავრებულებს შეშურდებათ. მე მგონი იმდენად კარგად არის დამუშავებული და გაკეთებული. მუსიკალური, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეები და სტუდენტები ტრადიციებს არ ივიწყებენ. აქტიურად მონაწილეობენ საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს მიერ მოწყობილ სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებსა და ოლიმპიადებში. ნამუშევრების სიჭარბე სწორედ მათი და სკოლის ხელმძღვანელობის თავდაუზოგავ შრომაზე მიუთითებს. დაახლოებით 30 გამოფენა ეს ჩვენი სხვადასხვა ქალაქებში თუ სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებში. ძალიან საინტერესო ექსპონატები არის წარმოდგენილი. წელს უფრო მრავალფეროვანი არის ჩვენი გამოფენა. თბილისი, ჰერეთი, მაღალმთიანი აჭარა და კიდევ მრავალი კუთხე. სკოლა-პანსიონის მასშტაბები საკმაოდ დიდია. აქ სხვადასხვა აღმსარებლობის სტუდენტები ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ და მათთვის საინტერესო ხელოვნებას ეუფლებიან. ჩამოსული ვარ აჭარიდან, მაღალმთიანი სოფლიდან. აქ ვსწავლობ უკვე მე-5 წელია. ასევე სწავლასთან ერთად ვეუფლებით ამ პროფესიებს, ხის მხატვრული დამუშავება, მინანქარი, თექა. აქ რასაც ხედავთ ჩვენი ნამუშევრებია. მრავალფეროვანი ნამუშევრების გარდა გამოფენას მუსიკალურად ფოლკლორული ანსამბლი და ხალხურ საკრავთა ორკესტრი გააფორმებს. გამოფენა დღეს გაიხსნება და 22 მაისამდე გაგრძელდება.